მოგესალმებით, მინდა რომ ჩემი გამოცდილება და დაკვირვება გაგიზიაროთ. ინტერნეტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით დღეს ძალიან ადვილია, აი ასე როგორც ახლა მე მიჭირავს ტელეფონი, აი ასე ტელეფონით ვიდეოს გადაღება ინტერნეტში ატვირთვა და აი ამან გამოიწვია ის, რომ გაჩნდნენ ფსევდო ინტელექტუალები, ფსევდო მცოდნეები, რომლებსაც რეალურად მთელ რიგ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებში არაფერი გაეგებათ, მაგრამ ისე არიან ეს ადამიანები უკვე წარმოჩენილები ინტერნეტის მაყურებლებისთვის, რომ თითქოს ეს ადამიანები არიან ბრძენი ადამიანები, თითქოს ამ ადამიანებს უნდა მოусმინოთ და თითქოს აი ისინი არიან, ასე ვთქვათ, ნამდვილად აი სწორგზაზე და თითქოს და ჩვენს სწორგზაზე დაგვაყენებენო. ასეთი პიროვნება, ერთ-ერთი პიროვნება არის ქრისტეფორე წამალაიძეც და სწორედ ეს ჩემი ჩანაწერი მიმართული არის აი იქითკენ, რომ ამ კაცის საუბარი განვიხილო, გავაკრიტიკო საღვთო წერილზე დაყრდნობით და აი ეს მსმენელები, ვინც გულწრფელად უსმენენ ამ ადამიანს, ეს მსმენელები ჩამოშორდნენ ამ ადამიანს და აიღონ ხელში ღვთის ბიბლია და ღვთის ბიბლიაზე დაყრდნობით, ღვთის წერილზე დაყრდნობით იქონიონ მათ სწორი წარმოდგენა ღმერთცეც ადამიანის ცოდვისგან გამოსყიდვაზეც იესო ქრისტეს მეშვეობით, რომელიც არის გადარჩენისთვის დადგენილი გზა იესო ქრისტეს მიერ, ჩვენი გამოსყიდვა, ჩვენივე ცოდვებისაგან და იესო ქრისტეს მიერ ჩვენი აღდგომა მკვდრეთით, ჩვენი განთავისუფლება ყველანაირი ბიწისაგან იესო ქრისტეს სისხლის მეშვეობით და მისი მსხვერპ შეწირვის მეშვეობით, აი ჩვენი გადარჩენა. რომ აი ესე იგი ადამიანები თვითონ ღვთის წერილიდანვე ეზიარონ აი ამ ჭეშმარიტებას, რომ ერთადერთი გადამრჩენელი, რომელიც მოვიდა ჩვენს გადასარჩენად და ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი შესწირა, ეს არის იესო ქრისტე, რომლისადმი რწმენა და რომლისადმი ურისკდება მართებს თვითეულ მსმენელს, ვინც კი იესო ქრისტეს ამბავი მოისმინა და არ უნდა ვიყოთ უგულისხუროდ. ეხლა მე მინდა მოგასმენინოთ ქრისტეფორე წამალაიძის საუბარი, კონკრეტულად ისლამთან დაკავშირებით, მუსლიმებს ეხება ეს და შემდგომ მე მინდა ეს უკვე განვიხილო ღვთის წერილზე დაყრდნობით. გთხოვთ ყურადღებით მოусმინოთ. იცით, რომ ჩვენ ერთხელ ჯვარზე რომ ავედით, იქ დაგვხვდნენ მუსულმანები და ვკითხეთ აქ რას აკეთებთო 12 საათზე, ღამის 12 საათზე, თავისი ხალიჩებით, თავისი ყველაფრით მზად იყვნენ, უკვე იწყებდნენ ლოცვას. და პირდაპირ გითხრეს, რომ ჩვენ ლოცულობთ თუ აქო. ვერა პირღია დავრჩით, არ ვიცოდით რა გვეთქვა. რა უნდა გეთქვა? დიდი მადლი და დიდი წყალობა არის, რომ ლოცულობ, რა უფლება გაქვს რომ უთხრა. ხო, მაგრამ ჩვენთან ჩვენ სალოცავზე იქ ჯვარზე მუსულმანები რო ლოცულობენ ღამის 12 საათზე და ჩვენ სახში გვძინავს, ხო ცოტა სირცხვილია. მე მგონი არ არის მე სირცხვილი. მაგალითად ყველა მორწმუნე, ვინც კი ღმერთს ადგებს, ყველა მიყვარს რა. აბსოლუტურად ყველა მიყვარს. იმიტომ რომ უფალია ეხლა დღევანდელ დღეს, აი დღეს ქადაგება მქონდა. 2 საათი წინა სანამ ვხვიდო, ისე დავამთავრე წირვა და კიდევ ქადაგება მქონდა. იქ ვამბობ, რომ ანგელოზები გალობდნენ სამრამეს დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანაზე და მშვიდობა და კაცთა შორის სათნოები. მე აი ამ პრინციპით მოღვაწეობ. აი ეს პრინციპი არის ჩემი და დანარჩენი მე არაფერი არ მაინტერესებს. ამას თუ შევასრულებ, ვიცი რომ ცხონდები. ამას თუ შეასრულებს ერი, ვიცი რომ მადლი და წყალობა მოვა. დანარჩენი არაფერზე არა. დანარჩენის მილიონი წიგნები მხოლოდ იმიტომ არის დაწერილი, რომ ვიღაცა რომელიღაც ერთ წურს რომ მე ვარ უპირატესი, მე ვარ რჩეულიერი, მე ვარ რჩეულიესი, ამას აკეთებს ებრაელი, ამას აკეთებს სომეხი, ამას აკეთებს რუსი, ამას აკეთებს გერმანელი და ყველა ამას აკეთებს, ხო? ამა ესე გვინდა ჩვენც. რა თქმა უნდა. რჩეული არის, რჩეული როგორ შეიძლება რომ ერი ვინმე იყოს, რჩეული ართ ოჯახი. რჩეული შეიძლება იყოს ერთი ინდივიდუალური პიროვნება. მეტი არავინ არ იქნება. დიახ. ბატონ ქრისტეფორე წამალაიძეს ვეთანხმები იმაში, რომ ჩვენ ყველა ადამიანი უნდა გვიყვარდეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ეს მაგალითი არის თვითონ ღმერთისაგან მოცემული, რომ მან თვითონ ცოდვილი ადამიანები შეიყვარა და ამისათვის თავისი მხოლოდშობილი ძე
იესო ქრისტე გამოგზავნა იმისათვის, რომ ქრისტეს ეტვირთა ჩვენი ცოდვები და მან თავისი სისხლითა და თავისი მსხვერპლ შეწირვით გამოვესყიდეთ ცოდვისაგან, ცოდვის მონობისაგან და სიკვდილისაგან ვეხსენით, რაც არის სიკვდილი არის ღმერთს დაშორება, დაშლა, განცალკევება ესე იგი და ჩვენი სხეულის დაშლა, სულისა და ხორცის განცალკევება და საბოლოოდ მთლიანობაში ღმერთს სამუდამოდ დაშორება, რომელსაც უკვე ეწოდება მეორე სიკვდილი. საქმე იმაშია, რომ ესე იგი იმის თქმა, რომ ჩვენ ყველა ადამიანი უნდა გვიყვარდეს და აგერ ბატონი წამალაიძეც ამბობს, რომ მე ყველა მიყვარსო და რა თქმა უნდა ეს სწორი არის, ჩვენ ყველა უნდა გვიყვარდეს, მაგრამ ეს ყველას სიყვარული არ უნდა იყოს რაღაცა ჩვენებური ვიწრო გაგება, ესე იგი, არამედ ჩვენ ღვთისაგან უნდა ვისწავლოთ ეს, რას ნიშნავს ყველას სიყვარული და ეს ესე იგი, შესანიშნავად ისწავლება ღვთის წერილიდანვე, რომ ღმერთმა თავისი მხოლოდ შობილი ძე იესო გამოგზავნა იმისათვის, რომ ესე იგი ჩვენ გამოვესყიდეთ ცოდვის მონობისაგან და მისი მსხვერპლ შეწირვა და მისი ეს სამღვდელო საქმიანობა თვითონ მღვდელი ნიშნავს განწმენდელს და ახალი აღთქმის თანახმად თვითონ იესო გახდა მღვდელი, ესე იგი ჩვენი განწმენდელი ცოდვისაგან და მისი შეწირული ერთადერთი მსხვერპლით ჩვენ მისი მორწმუნეები განვიწმინდეთ ცოდვისგან. ესე იგი, რას ნიშნავს ეს, რომ ჩვენ ყველა ადამიანი უნდა გვიყვარდეს. პირველ რიგში ღმერთი გვეუბნება ჩვენ იმას, რომ გვიყვარდეს რა ყველა ადამიანი, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ადამიანს ჭეშმარიტებას ვეუბნებოდეთ და არ ვატყუებდეთ ადამიანებს. რაც შეეხება მუსლიმებს, თვითონ აი მუსლიმებისთვის აი ამის თქმა, რომ აი თქვენი ლოცვა დიდი მადლიაო, რასაც ქრისტეფორე წამალაიძე ამბობს, რომ ეს ლოცვაო დიდი მადლიაო, რა თქმა უნდა ეს ასე ვთქვათ განსახილველია და რას ნიშნავს. იმისათვის, რომ ჩვენ გავიგოთ მუსლიმების ლოცვა არის თუ არა სწორი, ამისათვის ღმერთს უნდა დავეკითხოთ და ღმერთმა უნდა გავგვეგებინოს ეს ისლამის საერთოდ რა არის და ისლამის შინაარსი რა არის. ჩვენ ვიცით, რომ დღევანდელი ისლამის მიმდევრები ამბობენ, რომ ჩვენო ვეყრდნობითო ყურანსო, რომელიც არისო ღმერთის მიერ გამოცხადებული, ასე ვთქვათ, წიგნიო და ჩვენ აი მისი გვწამსო და ამ დროს რეალურად ყურანის თანახმად იესო არც ღვთის ძეა, არც ცოდვისგან გამომსყიდველია, იგი არც მომკვდარა, არც მკვდრეთით აღმდგარა და იგი არისო ჩვეულებრივი წინასწარმეტყველიო, არაფრით ესე იგი გამორჩეულიო, ასე ვთქვათ, გარდა იმისა, რომ მისი დაბადება განსხვავებული იყოვო, მაგრამ იგი არ არისო ჩვენი გამომსყიდველი ცოდვისგანო, არათუ ესე იგი ყურანი არა მხოლოდ ღმერთად არ აღიარებს იესოს, არამედ ღვთის ძედაც არ აღიარებს იესო ქრისტეს მეშვეობით ჩვენს გამოსყიდვას ჩვენივე ცოდვებისაგან, ესე იგი იესო ქრისტეს მსხვერპლ შეწირვასაც არ აღიარებს, იესო ქრისტეს სამღვდელო მოქმედებასაც არ აღიარებს, რომ იგი არის მღვდელი, ესე იგი იესო რომ მღვდელია, ჩვენი გამწმენდელი რო ამასაც ფაქტობრივად ყურანი არ აღიარებს და ესე იგი ამ დროს როგორ შეიძლება ქრისტიანმა კაცმა თქვას, რომ აი ესე იგი მუსლიმს რომელიც არ აღიარებს იესო ქრისტეს ისე როგორც ღვთის წერილშია მოცემული, როგორ შეიძლება ასეთი მუსლიმის ლოცვა დიდი მადლი იყოს და ეს ასე ვთქვათ ღმერთისგან მოწონებული იყოს. იესო ამბობს, რომ მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე, ვერავინ მივა მამასთან თუ არა
ჩემითო, რას ნიშნავს ეს? ესე იგი, თუ კი იესო ქრისტეს შესახებ მოისმენ, გაიგებ და ამას შენ არ აღიარებ, არ მიიღებ, არ ჩაუკვირდები, არ აღიარებ, შენ ვერ შეხვალ სიცოცხლეში. აი ამიტომაც არის უფალმა იესომ ერთი იგავი მოიყვანა თესველზე, რომელმაც თესლი დათესა, ასე ვთქვათ, მიმოაპნია და ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა, ფრინველებმა აკენკეს და უნაყოფო იყო ეს მარცვლები, ვერ აღმოცენდა რა თქმა უნდა, ზოგი მარცვალი კლდის პირას დავარდა, რომელიც აღმოცენდა, მაგრამ ფესვი ღრმა არ ჰქონდა და მზე რო ამოვიდა, მალევე გაახმო იგი და ნაყოფი ვერ გამოიღო. ზოგი მარცვალი დავარდა პოხიერ ნიადაგზე. ამ პოხიერ ნიადაგზე დაცემულმა, ესე იგი, მშვენივრად გაიხარა, ნაყოფიც გამოიღო, ზოგმა იმდენი, ზოგმა ამდენი, მაგრამ მთავარი არის, რომ თითოეული მათგანი შეიქმნა ნაყოფიერი. ხოლო ზოგი მათგანი ჩავარდა ეკალ ბარდებში, ამოვიდა ეს ეკალ ბარდი და მოაშთო ეს მარცვალი ისე, რომ ვერ გამოიღო ნაყოფი და შემდგომ ამისა უფალი იესო ხსნის, განმარტავს ამ იგავს და ამბობს, რომ ეს მარცვლებიო არისო, ესე იგი, ღვთის სახარება, ღვთის, ესე იგი, ეს თესველი არის თვითონ იესო, რომელიც თავისი სახარების სიტყვას ქადაგებს, ესე იგი, ეს არის თესლი. თესლი არის თვითონ სახარების სიტყვები იესო ქრისტეს შესახებ, რომ იგი არის ჩვენი ცოდვისგან გამომსყიდველი, ჩვენი სიცოცხლეში შემყვანი, ჩვენი მკვდრეთით აღმდგენი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რომ იესო ქრისტეში არის გადარჩენა. ესე იგი, აი ეს თესლი, აი ეს სახარების, ესე იგი, ეს თესლი არის სახარების სიტყვა, რომელსაც თესავს იესო. ხოლო ეს, ასე ვთქვათ, ნიადაგები არიან, ის ადამიანები არიან რეალურად, რომლებიც ისმენენ აი ამ სახარების სიტყვას, მაგრამ ზოგიერთი მათგანი აღმოჩნდება ისეთი, რომ აი მაგალითად კლდეზე დავარდნილიო არისო ისეთი ადამიანთა კატეგორია, რომელიც თავდაპირველად სიხარულით ისმენს ქრისტეს სახარებას, უცბად, ესე იგი, სიხარულით გახარდება, ასე ვთქვათ, მაგრამ როცა დევნა და შევიწროება და ჭირი მოაწევს ქრისტიანებზე, ასე ვთქვათ, აი ამ სიტყვის წინააღმდეგ, ასეთი ადამიანები იღუპებიან, ესე იგი, მათი რწმენა იღუპება, ვერ უძლებენ ამას და ეცემიან, რომლებიც ვერ გამოიღებენ ნაყოფს და ისინი სიცოცხლეში ვერ შედიან, ესე იგი. ხოლო ეკალ ბარდებში დათესილზე უფალი ამბობს, რომ ეს არის ისეთი კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც ღვთის სიტყვას, ესე იგი, აი ამ სახარების სიტყვას მოისმენენ, მაგრამ მათი ყოველდღიური წუთისოფლის საქმეები და სიმდიდრის საცდურიო ამ სიტყვასო აშთობენო, ესე იგი, და აღარ გამოაქვსო ნაყოფიო. რას ნიშნავს ეს? რომ ესე იგი, ადამიანი, რომელმაც იესოს შესახებ ინფორმაცია ეს სახარება მოისმინა, მაგრამ ამას არ ჩაუკვირდა და ისევ გადააკვდა ამ თავის ყოველდღიურ წუთისოფლის საქმეებს, სიმდიდრის საცდურს და აი ამაში გალია თავისი ცხოვრება, იგი ნაყოფს ვერ გამოიღებს და მისი თესლი უსარგებლო იქნება. ესე იგი, მისთვის ეს სახარების მოსმენილი სახარების სიტყვა იქნება უსარგებლო. ხოლო აი ეს გზის პირას დავარდნილი არის ისეთი მარცვალიო, როდესაც, ესე იგი, ადამიანი იესოს სახარებას მოისმენს, მაგრამ იმ წამსვე ეშმაკი მას ჩასაფრებულია, ესე იგი, ეს ეშმაკი მიუხტება და ამ სიტყვას მოპარავს, ასე ვთქვათ, აი ესე როგორც ფრინველი აკენკავს. აი ესეთი მსმენელებიც არსებობენ,
რომლებაც ერთ დროს მოისმინეს იესო ქრისტეს ამბავი, მაგრამ უცბად აი სხვა რამეზე გადაიტანეს ალბათ ყურადღება და აი ეს არის ესე იგი ეშმაკმა სხვა რაღაცაზე გადაატანა ყურადღება, ეს ადამიანი არ ჩაეძია იესოს სახარების ამბავს და მის მიერ მოსმენილი სახარება მისთვის გახდა უსარგებლო, ასე ვთქვათ, ეშმაკმა მოჰპარა მას ეს ინფორმაცია. ხოლო ოხიერ ნიადაგზე დათესილი სხვადასხვა თესლები იესოს განმარტებით არიან ისეთი პიროვნებები, რომლებმაც მოისმინეს იესოს ამბავი, იესოს სახარება და ჩაუკვირდნენ მას, ჩაუღრმავდნენ, მიიღეს, შეიგნეს და ისე რომ ნაყოფით გამოიღეს და ჩვენ ვიცით ბიბლიიდან ვისაც ბიბლია გვაქვს ნასწავლი და ვისაც ბიბლიის გვჯერა, ეს ქრისტიანული ნაყოფები არის სხვადასხვა ნაყოფები ახასიათებს ამას, ისევე როგორც აი მაგალითად ქრისტიანს შეუძლია მეორე სხვა ადამიანსაც იესოს ამბავი მიაწოდოს და ისიც გაქრისტიანდეს, ესეც ერთ-ერთი ნაყოფია, ხო და ასევე სხვა ნაყოფებიც არის მოწოდებული ბიბლიაში. ზოგადად ესე იგი აი ეს ინფორმაცია, რაც ღვთის წერილში არის მოწოდებული, რომ ესე იგი ეს იესო ქრისტე არის დადგენილი ჩვენს გზად სიცოცხლეში შესაყვანად, მამასთან მისასვლელად და თვითონ იესო ამბობს, რომ ვერავინ მივა მამასთან თუ არა ჩემითო, ეს არის ძალიან დამაფიქრებელი, რომ ესე იგი ჩვენ თითოეულ ადამიანს გულისყური გუმართებს ამ მოსმენილისადმი, ღვთის სიტყვის მოსმენილისადმი და არ შეიძლება ჩვენ ამას ასე ვთქვათ გადავუხვიოთ და ჩვენ რაიმე სხვა ინფორმაციაზე დაყრდნობით იესო ქრისტე უარ ვყოთ. თვითონ ეს ყურანი არის ასე ვთქვათ, აი ძალიან ისეთი წინააღმდეგობრივი წიგნიც არის, იმიტომ რომ ყურანში ასე ვთქვათ, აი ნამდვილი ქრისტიანები შექებულებიც კი არიან, რომ ქრისტიანებს არაფრის უნდა ეშინოდეთო და ისინიო თავიანთი ღვთისაგანო საჩუქარს მიიღებენო. მაგრამ ამავე დროს ყურანში უგულებელყოფილია იესო ქრისტეს მსხვერპლი, რომელი მსხვერპლითაც ჩვენ ქრისტიანები გავხდით ქრისტიანები. ესე იგი, ქრისტიანობის აზრი უარყოფილია და ქრისტიანები შექებულები არიან. აი ეს არის ურთიერთწინააღმდეგობრივი რამ, რაც ყურანს ახასიათებს. კონკრეტულად ახლა ყურანში მეოთხე სურაში ჩაწერილი არის პირდაპირ იესო ქრისტეს მსხვერპლშეწირვის უარყოფა და წერია ის, რომ იესო არც ჯვარს გაუკრავთო, არ მოუკლავთო, იგივე ალახმაო თავისთან აღამაღლავ, ისე რომ მას ესე იგი აი ეს მსხვერპლშეწირვა, რაც უფალმა მოიმოქმედა, ეს არ არისო სიმართლეო და ესე იგი რეალურად იესო არც მომკვდარაო და არც აღმდგარაო და რას ნიშნავს ეს იცით, რომ ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ ყურანის და ისლამის თანახმად, ესე იგი მუსულმანობის თანახმად, ესე იგი იესო არ არის ჩვენი გამომსყიდველი ცოდვისგან, იესო არ არისო ესე იგი ჩვენთვის იესო არ არისო ჩვენთვის მოცემული სიცოცხლის გზა, ესე იგი და მას ჩვენ არ უნდა ვენდოთო, ესე იგი რაც ღვთის წერილში არის მოცემული, ამას ჩვენ არ უნდა ვენდოთო და აი აგერ რაც ყურანშია მოცემული, აი ამას უნდა ენდოთო და რა თქმა უნდა ნებისმიერი გულწრფელი მკითხველი, გონიერი და გულწრფელი მკითხველი, ვინც ყურანსაც წაიკითხავს და ღვთის წერილსაც, რა თქმა უნდა იგი ძალიან დიდ განსხვავებას იპოვის ყურანსა და ღვთის წერილს შორის და ყურანს გვერდზე გაწევს და ღვთის წერილს, რომელსაც აგერ ბერძნულად ჩვენ ბიბლიასაც ვეძახით, ღვთის წერილზე გააკეთებს არჩევანს. ეხლა საქმე იმაშია, რომ
როდესაც ქრისტეფორე წამალაიძე ამბობს, რომ ეს მუსლიმთა ლოცვა დიდი მადლიაო და ასევე ამბობს, რომ მე ყველა ადამიანი მიყვარსო, რეალურად სიყვარული გამოიხატება იმაში, რომ არა აი ამაში, რომ რაღაცა ტყუილი სიტყვებით ველაქუცოთ ჩვენ მუსლიმებს, არა, სიყვარული გამოიხატება იმაში, რომ ესე იგი ჩვენ მათ ვესაუბროთ ჭეშმარიტებისგან, ესე იგი ღვთის წერილიდან ვესაუბროთ, რომ აი ეს ადამიანებიც, მუსლიმები ადამიანები არიან, ხო ისინიც შესაყვარებლები არიან და რა თქმა უნდა ჭეშმარიტად ღმერთზე მეტად არავის უყვარს ადამიანი, ხო? და ამიტომაც ძალისხმევა იქითკენ უნდა იყოს მიმართული, რომ ამ ჩვენს გარშემო ცხოვრება ადამიანებმა, რომლებიც თავის თავს მუსლიმს ეძახიან და ბევრმა მათგანმა არც კი იცის ეს ისლამი რა არის და უფრო ტრადიციით მიყვებიან, ესე ყურ-მოყვრით მიყვებიან აი ამ ისლამს, არც კი იციან ეს ისლამი რა არის, ესე იგი ამიტომაც ჩვენ ვისაც ღვთის წერილის გუჯერა, აი აქეთკენ უნდა მოუწოდოთ ამ ადამიანებსაც, მუსლიმებსაც, რომ თვითონ აიღონ ღვთის წერილი, თვითონვე ისწავლონ და ესე ბრმად არ დაუჯერონ რომელიმე ადამიანს, ესე იგი სიყვარული გამოიხატება სწორედ აი ამაში, რომ ჩვენ გვინდოდეს, რომ აი ეს ადამიანებიც გადარჩნენ, ესე იგი ეს ადამიანებიც ცოდვისგან იყვნენ გამოსყიდულები და სიცოცხლეში შევიდნენ აი ეს ადამიანებიც და არავის აქვს ესე იგი იესო ქრისტეზე მეტი სიყვარული არც ერთ ადამიანს აქვს მეორე ადამიანისადმი. იესომ თქვა ასეთი რამ, რომ მე წუთისოფელში მოვედი იმისათვის, რომ ვიხსნა ცოდვილნიო. და მან თქვა ეს ცოდვისგან გამოსყიდვა როგორც უნდა მომხდარიყო და ეს მოხდა მისი სიკვდილითა და მისი მკვდრეთით აღდგომით და მან თქვა, რომ მეო ესე იგი მან თქვა, რომ ჩვენი ადამიანთა ცოდვები მან იტვირთა თავის თავზე. და ამიტომაც არის, რომ აი ეს ძველახტკმაში მოცემული აი ეს ცხოველთა მსხვერპლ შესაწირავები, რაც იყო იგივე აბრაამმაც, რომ ისაკის ნაცვლად ვერძი რომ შესწირა ღმერთს, ესე იგი აი ეს იყო სწორედ წინასახე იყო, აი ეს ვერძიც კი აბრაამმა რო შესწირა ღმერთს ისაკის ნაცვლად, ეს იყო პირდაპირ წინასახე იყო იესო ქრისტესი, რომელიც ესე იგი ჩვენს მაგივრად მოკვდა, ესე იგი და ჩვენს მაგივრად რას ნიშნავს, ესე იგი მან იტვირთა ჩვენი ცოდვები და შეეწირა ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად, ისევე როგორც აგერ აბრაამმა ისაკის ნაცვლად ის ვერძი შესწირა მსხვერპლად ღმერთს. და ეს იყო წინასახეები იყო ის აბრაამის მიერ შეწირული ვერძით და მოსეს რჯულით დადგენილი მთელი ის ცხოველთა მსხვერპლ შესაწირავები იყო დადგენილი როგორც წინასახე მასწავლებლური ხასიათის მსხვერპლ შესაწირავები, რომლებიც მიანიშნებდა იმას, რომ მომავალში მოდიოდა მესია, რომელიც იქნებოდა ნამდვილი მსხვერპლ შესაწირავი და ცოდვისგან გამოსასყიდი მსხვერპლი, რომელიც უნდა დაკლულიყო როგორც კრავი და მისი სისხლით ჩვენ უნდა გავწმენდილიყავით ცოდვებისაგან და ის იქნებოდა ერთადერთი და საბოლოო მსხვერპლ შესაწირავი ჩვენს გამოსასყიდად ჩვენივე ცოდვებისაგან და მას შემდეგ აღარ შეიწირება ეს ცოდვისგან გამოსასყიდი მსხვერპლი, არამედ ვინც უკვე დღეს აღიარებს თავის ცოდვილობას და იესო ქრისტეს მიიღებს თავის ცოდვისგან გამომსყიდველად და თავის მფლობელად აღიარებს, ყველა ეს მორწმუნე უკვე გამოსყიდულია ცოდვისაგან, განწმენდილია და უკვე ქრისტეს მიმდევრები ჩვენ უკვე ვიწოდებით წმინდანებად, ესე იგი ქრისტეს სისხლის მეშვეობით განწმენდილებად. ჩვენ ამას გვეუბნება უფალი და გვეუბნება იმას, რომ ვინც იესო ქრისტეს აი ამ სასიხარულო ამბავს, აი ამ სახარებას არ დაიჯერებს, იგი ვერ შევა სიცოცხლეში და იგი განკითხულ იქნება თავისი
ცოდვებისათვის და მასზე დარჩება ღვთის რისხვა, ესე იგი ღვთის რისხვა დაატყდებათ იმ ადამიანებს, ვინც იესო ქრისტესი არ ირწმუნა, არ დაიჯერა მისი სახარება, იგი ვერ გადაურჩება ღვთის რისხვას. ხოლო ჩვენთვის უკვე ქრისტიანებისთვის იესო არის ჩვენი მხსნელი და ღვთის რისხვისგან ჩვენი ამრიდებელი. ამიტომაც არის, რომ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს გარშემო არიან, თუნდაც ეთნიკური ქართველები, ეთნიკური ვთქვათ, ქისტები, ეთნიკური აზერბაიჯანელები, ამას მნიშვნელობა საერთოდ აღარ აქვს, იმიტომ რომ თითოეული ადამიანი ადამიანია, შესაყვარებელია და აუცილებელია, რომ აი მათაც აზერბაიჯანელებმაც, ქისტებმაც და სხვა ქართველმა მუსლიმებმაც აუცილებლად ღვთის წერილი უნდა ისწავლონ და უნდა ესე იგი ღვთის წერილიდან უნდა იხელმძღვანელონ და იესო ქრისტეს სახარება მათთვისაც არის განწესებული როგორც ხსნის გზა, როგორც ხსნის ინფორმაცია, ესე იგი ცოდვისგან ხსნის, გამოხსნის ინფორმაცია, რომელსაც შეუძლია მათი გადარჩენა და მათი სიცოცხლეში შეყვანა და ამიტომაც არის, რომ თუ კი მე ვიძახი, რომ მე მუსლიმები მიყვარს, ეს მე მიყვარს, ესე იგი ამ სიყვარულს მე დავამტკიცებ აიმით, რომ ამ ხალხს მე სიმართლე ველაპარაკო და არ უთხრა ესე ზედაპირულად, რომ ხო თქვენ კარგები ხართ ყველანაირად და ესე იგი როგორც გინდათ ისე ილოცეთ და ღმერთი მოგისმენთ და რაღაც არა, ეს ასე არ არის. ღმერთი უსმენს მას, ვინც ღმერთს უსმენს. ესე იგი და ამავე დროს ღვთის წერილში წერია ასეთი რამ, რომ ვინც რჯულის მოსმენასო ყურს არიდებსო, მისი ლოცვაც კი სისაძაგლეაო. რას ნიშნავს ეს, იცით, რომ ესე იგი ვინც იესო ქრისტეს აი ამ ახალი აღთქმის რჯულის მოსმენას უკვე ყურს არიდებს, მისი ლოცვა არ შეისმინება ჯერ ერთი, იმიტომ რომ ინიციატორი, ასე ვთქვათ, ღმერთსა და ადამიანთა შორის ურთიერთობის გამომსწორებელი და ინიციატორი, ურთიერთობის აღმდგენი და ინიციატორი არის ღმერთი. ესე იგი თვითონ ღმერთმა უნდა მიგვითითოს ჩვენ, რისი დაჯერება გვმართებს, რისი რწმენა გვმართებს, რისი გაკეთება გვმართებს და როგორი ლოცვა გვმართებს. იმისათვის, რომ ჩვენი რწმენაც, ჩვენი მოქმედებაც და ჩვენი ლოცვაც იყოს შესაბამისი ღმერთის ნებასთან. ესე იგი თვითონ ღმერთი გვეუბნება აი ამას თავისი ბიბლიის მეშვეობით და ამიტომაც არის, რომ ესე იგი ჯერ ადამიანმა უნდა მოусმინოს ღმერთს მისი წერილიდან და შემდგომ ისე გაიგებს როგორი ლოცვა მართებს. და ამ შემთხვევაში დღეს რიგითმა ბევრმა მუსლიმმა არც კი იცის ღმერთი რას გველაპარაკება, ბევრმა მათგანმა ყურანიც კი არ იცის, არ აქვთ შესწავლილი და ეს ადამიანები იმიზეზებენ აი იმას, რომ აიო ჩვენო დრო არ გვაქვს იმისათვისო, რომ ეს ყურანი წავიკითხოთო, ღვთის ბიბლია წავიკითხოთო, არც იმის დრო გვაქვს, არც ამისაო და ეს რა თქმა უნდა არასწორი მიზეზებია, რას ქვია დრო არ გვაქვს. ამავე დროს ქართველი მოსახლეობის აი სხვა ნაწილიც, რომლებიც ამბობენ, რომ აი ჩვენ ქრისტიანები ვართ, ეს ადამიანებიც ხშირად ამბობენ, ბევრი მათგანი ამბობს, რომ ჩვენ დრო არ გვაქვს იმისათვის, რომ ეს ბიბლია ვისწავლოთ და რა თქმა უნდა ეს თვითონ ამ ადამიანების წინააღმდეგ არის და თვითონ ამ ადამიანებს დააზარალებთ აი ასეთი მიდგომა. იმიტომ რომ დრო ყოველთვის არის, თავარი არის, რომ შენ გინდა თუ არა ეს დრო რომ გამოიჩინო, იმიტომ რომ ჯერ ერთი უნდა ვთქვათ, რომ ადამიანი მოკვდავი არსებაა და სანამ გარდაიცვლება ადამიანი, აუცილებელია, რომ იგი გაერკვეს აი ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებში, რატომ დავიბადეთ ჩვენ, რა არის ჩვენი სიცოცხლის საზრისი, ვინ გაგვაჩინა, რატომ გაგვაჩინა, რატომ ვკვდებით და რა არის აქედან გამოსავალი და ზოგადად აი რა ელოდება ადამიანს, ხო?
ამას ადამიანი თვითონ თავისით ვერ მიაღწევს, თავისი ძალებით ვერ მიაღწევს, ვერ გაიგებს ამის პასუხებს და ამიტომაც აუცილებელი არის, რომ ჩვენ თვითონ ჩვენმა შემქმნელმა და შემომქმედმა ღმერთმა გავგაგებინოს ესე იგი აი ეს საკითხები გავგაგებინოს, ესე იგი რატომ დავიბადეთ, რა არის ჩვენი სიცოცხლის საზრისი, რატომ ვკვდებით, რა არის აქედან გამოსავალი, ვინ გაგვაჩინა, რატომ გაგვაჩინა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ამისათვის ღმერთმა ჩვენ აგერ საინფორმაციო წყაროდ დაგვიდგინა მისი წერილი და აუცილებელი არის, რომ მინიმუმ ადამიანმა ეს უნდა ისწავლოს არა, ჯერ საკითხი არ ადგა დაჯერება არ დაჯერებასთან, ჯერ უნდა ისწავლო და მერე როცა ისწავლი, მერე ვილაპარაკოთ ამისი გჯერა თუ არაგჯერა. სხვათა შორის დაკვირვებული ვარ მე აი იმას, რომ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ღვთის წერილი შესწავლილი არ აქვთ და ამბობენ, რომ ჩვენ ამისი არ გვჯერაო. ზოგი იმიზეზებს, რომ ეს ბიბლიაო გადმოწერილიაო და ჩვენამდეო, რა ვიცითო, რომ პირვანდელი სახით არისო მოსულიო. ზოგი ამას იმიზეზებს, ზოგი რას იმიზეზებს, ზოგი რას, მაგრამ მთავარი ამ ადამიანების გამაერთიანებელი არის ის, რომ ამბობენ, რომ აი ჩვენო არ გვჯერაო ბიბლიისო და ამ დროს ბიბლია არ აქვთ შესწავლილი და ეს ხო თვითონ აი ეს არის რაღაცა არასერიოზული განაცხადი, ესე იგი, რომ შენ ამბობ, რომ ბიბლიის არ გჯერა და ამ დროს ბიბლია შესწავლილი არ გაქვს და რა იცი, რომ არ გჯერა, რაც არ იცი, იმისი როგორ შეიძლება არ გჯეროდეს, რაც არ იცი, ხო, ესე იგი, რაც თუ ბიბლია არ გაქვს შესწავლილი, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ არ იცი იქ რა წერია და როცა ამბობ, რომ მე ბიბლიის არ მჯერაო, საიდან იცი, რომ არ გჯერა, რაც არ იცი, რა წერია ბიბლიაში, იმისი როგორ შეიძლება არ გჯეროდეს, ან გჯეროდეს. ამავე დროს არიან ისეთი ადამიანებიც, აი ამასაც ახლა ჩვენ დავაკვირდით, აბა. არიან ისეთი ადამიანებიც, ესე იგი, არსებობენ ესე იგი ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ამბობენ, რომ პირიქით, ესე იგი, ესენი ამბობენ, რომ ჩვენ გვჯერაო ბიბლიისო, მაგრამ ასეთი ადამიანებიც არიან, ესე იგი, რომლებიც ბიბლიას არ სწავლობენ, ამბობენ ესე ზედაპირულად, რომ ჩვენ ბიბლიის არ გვჯერაო, მაგრამ ბიბლიას არ სწავლობენ და არიან ესე ბრმად მიკედლებულები ამა თუ იმ რელიგიურ ორგანიზაციას. განსაკუთრებით ახლა საქართველოში მრავალი ადამიანი მიკედლებული ამ საპატრიარქოს ორგანიზაციას, ამ საპატრიარქოს მღვდლებთან დადის ტაძრებში, მონაწილეობას ღებულობს სხვადასხვა რიტუალებში და ამ დროს ეს ადამიანები ამბობენ, რომ აი ჩვენ ბიბლიის გვჯერაო, წარმოიდგინეთ ახლა ასეთი რამ, რომ ამ ადამიანებმაც არ იციან ბიბლიაში რა წერია, ესე იგი სრულად არ აქვთ ბიბლია შესწავლილი, შეიძლება ამ ადამიანთა გარკვეულ ნაწილს ბიბლია ჰქონდეს ფრაგმენტალურად შესწავლილი, წაკითხული, მაგრამ სრულად არ ჰქონდეთ ბიბლია წაკითხული, შესწავლილი და ამბობენ, რომ ჩვენ ბიბლიის გვჯერაო. რა თქმა უნდა, აი ასეთი მიდგომაც არის მცდარი. ესეც არასწორი დამოკიდებულებაა ბიბლიასთან მიმართებაში, იმიტომ რომ რა იცი, რომ ბიბლიის გჯერა თუ კი ბიბლია შესწავლილი არ აქვს. საიდან იცი შენ, ესე იგი, ისეთი რაღაცის დაჯერება, ესე იგი, საიდან იცი, რომ შენ გჯერა ისეთი რაღაცისა, რაც შესწავლილი არ აქვს. ესე იგი, ორი უკიდურესობაა. ადამიანთა შორის არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ბიბლია შესწავლილი არ აქვთ და ამბობენ, რომ ჩვენ ბიბლიის არ გვჯერაო და არიან მეორე ადამიანები, მეორე კატეგორიის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ ბიბლიის გვჯერაო, მაგრამ ამ ადამიანებს ასევე არ აქვთ ბიბლია შესწავლილი და ეს ორივე მიდგომა არის მცდარი, იმიტომ რომ ესე იგი, ყველა შემთხვევაში ჯერ უნდა ვიცოდეთ ჩვენ ღმერთი რას გველაპარაკება
და ამის შედეგად ან უნდა გვჯეროდეს ამისა, ან არ უნდა ესე იგი ან გვჯერა, ან არ გვჯერა. თლიანობაში ადამიანთა შორის აი ამ ორივე კატეგორიას შორის არის ეს საერთო პრობლემა ბიბლიის შეუსწავლელობა და ამიტომაც ეს პრობლემა უნდა გადავჭრათ აი იმით, რომ ამ ადამიანებმა ბიბლიას უნდა მოჰგიდონ ხელი, უნდა ისწავლონ და თუ კი მათ სურთ რომ ესე იგი თუ კი ადამიანს სურს რომ გაიგოს რა არის მისი ცხოვრების საზრისი, აუცილებელია რომ ჩვენ ღმერთს დავუჯეროთ, ვერწმუნოთ, ესე იგი ჯერ მოусვინოთ მას, შემდგომ ვერწმუნოთ და აი ამით ჩვენ გადავრჩეთ და საბოლოოდ ესე იგი რაც დადგენილი არის ადამიანთათვის, ესე იგი უხუცო ადამიანთათვის განკითხვა და საბოლოოდ ღმერთს დაშორება, აი ამას ჩვენ ავწდეთ და ჩვენ შევიდეთ სიცოცხლეში იმ ახალი აღთქმის მეშვეობით, რაც ღმერთმა დაუდო მის მოიმედეებს, რომელიც ეხება იესო ქრისტესადმი რწმენას, რომ ჩვენ იესო ქრისტესადმი რწმენით, იესო ქრისტესადმი დაჯერებით, იესო ქრისტეს აი ამ მსხვერპლის აღიარებით და ცოდვისგან გამოსასყიდი მსხვერპლის აღიარებით ჩვენ ვეზიარებით სიცოცხლეს და ჩვენ შევალთ მომავალ სიცოცხლეში, რომელსაც ეწოდება იესო ქრისტეში აღდგომა, იესო ქრისტეს სასუფეველში შესვლა და ღმერთთან ერთად მარადიულად მყოფობა. სხვა დანარჩენი ადამიანს არავითარი საღი პერსპექტივა აქვს დარჩენილი, იმიტომ რომ ადამიანი იმთავითვე ძალიან უსუსური არსება, ადამიანს იმთავითვე ბევრი არაფერი შეუძლია, ჩვენ ხედავთ იმას, რომ ადამიანები როგორი გამოჩენილი ადამიანიც გინდა იყოს, ყველა ადამიანი ძალიან ტრაგიკულად ამთავრებს აქაურ მოღვაწეობას, ადამიანები კვდებიან და არავითარი ნიშან-წყალია მათი ოპტიმიზმისა, ასე ვთქვათ, ადამიანები კვდებიან და ჩვენ ვეღარ ვხედავთ ისინი სად მიდიან. ერთადერთი ესე იგი მსოფლიოს ისტორიაში ერთადერთი პიროვნება, ვინც სიკვდილი დაამარცხა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იესო ქრისტე, რომელმაც სიკვდილი დაამარცხა თავისი მკვდრეთით აღდგომით და მან იგი დღესაც ქადაგებს თავის სახარებას, რომ ყველა ვინც იესო ქრისტეს აღიარებს თავის უფლად, თავის მხსნელად, ცოდვისგან გამომსყიდველად, ესე იგი, ყველა ვინც იესო ქრისტეს მიენდობა, ყველა მათგანი გამოსყიდული იქნება აი ამ ღმერთს დაშორებულობისგან, ღმერთსა და მას შორის მტრობა უქმდება იესო ქრისტესადმი რწმენით და თითოეული მორწმუნე იესო ქრისტეს მეშვეობით აღდგება მკვდრეთით, ჯერ სანამ ეს ასე ვთქვათ მკვდართა აღდგომა იქნება, მანამდე თითოეული ქრისტეს მორწმუნე, ვინც გარდაიცვლება, ყველანი უფალთან იქნებიან, სულის უკვდავება ეს რეალურია და ამავე დროს უფალი ამბობს, რომ ესე იგი მის მორწმუნეს იგი აღადგენს მკვდრეთით უკანასკნელ დღეს. ესე იგი ეს მკვდრეთით აღდგომაც აი სულიერი სხეულებით, რაც დაპირებულია ღვთის ხალხისათვის, ესეც რეალურია და სულის უკვდავებაც რეალურია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ არსებობენ ასევე ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც ჯერათ სულის უკვდავებისა, მაგრამ არ სჯერათ მკვდრეთით აღდგომისა, ესე იგი სხეულებრივად მკვდრეთით აღდგომისა არ სჯერათ. არიან ასეთი ადამიანებიც და ეს არის, ასე ვთქვათ, ესეც არის აი ფრაგმენტალური პრობლემა, ფრაგმენტალური ინფორმაციულობის პრობლემაა ესეც. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ რეალურად ღმერთი გვასწავლის აი ამას, რომ სული უკვდავია
ნამდვილად როდესაც ადამიანი გარდაიცვლება მისი სული, ესე იგი თვითონ ეს პიროვნება სადღაც სხვაგან აგრძელებს თავის არსებობას, ან სამოთხეში, ან ჯოჯოხეთში, ეს ნამდვილად ამას ღმერთი ნამდვილად ჩვენ გვასწავლის, მაგრამ ამავე დროს ღმერთი იმასაც გვასწავლის, რომ მომავალში იქნება მკვდრეთით აღდგომა როგორც მართალთა, ასევე უკეთურთა. ესე იგი, მომავალში აღდგომის დღეს აბსოლუტურად აღდგომის და განკითხვის დღეს აუცილებლად იქნება ყველა ადამიანის აღდგომა. ესე იგი, პირველი აღდგომა იქნება ღმერთი გვასწავლის ორ აღდგომაზე. პირველი აღდგომა იქნება მართალთა აღდგომა ქრისტეს მოსვლისას, როდესაც იესო ქრისტე თავის 1000 წლიან მეფობას დაამყარებს აი ამ პლანეტაზე 1000 წლით და იმ დროს იქნება ამ მართალთა აღდგომა, როდესაც 1000 წლის განმავლობაში ქრისტესთან ერთად ვიმეფებთ აი ამ პლანეტაზე, ხოლო ამ 1000 წლის გასრულების შემდეგ, როდესაც ეს პლანეტა განადგურდება, ამასაც ჩვენ უფალი გვასწავლის, რომ ეს პლანეტა უნდა დაიწვას, უნდა განადგურდეს და იქნება საყოველთაო განკითხვის დღე. ესე იგი, ამ განკითხვის დღის დროს აბსოლუტურად ყველა ადამიანი აღდგება მკვდრეთით, განკითხულ იქნებიან ისინი და ზოგი წავა საუკუნო სატანჯველში და ზოგი წავა და შევა სიცოცხლეში და ღმერთი გვასწავლის აი რას. რომ ესე იგი იქნება ახალი ცა და ახალი მიწა, ესე იგი ღმერთი ქმნის ახალ ცასა და ახალ მიწას და იმ ახალ მიწაზე გადავალთ ჩვენ ღვთის მოიმედეები და იესო ქრისტეს მორწმუნეები. ესე იგი, ეს არის ახალი მიწა არის გამზადებული ღვთის ხალხისათვის. ესე იგი, თითოეული ადამიანი, ვინც ღმერთს იმთავითვე იყო მინდობილი, მოყოლებული ადამიანიდან, ვიდრე კაცობრიობის ბოლო წარმომადგენლამდე, თითოეული მათგანი, ვინც ღმერთს იყო ჩაჭიდებული, ყველა მათგანი შევა სიცოცხლეში იმ ახალ მიწაზე, გადაინაცვლეს იმ ახალ ცასა და იმ ახალ მიწაზე, რაც ნაწინასწარმეტყველები არის თვითონ ღმერთის მიერ. ესე იგი, ეს ყველაფერი ჩაწერილი არის, ამ ყველაფერზე ინფორმაცია მოწოდებული არის ბიბლიიდან, ღმერთის წერილიდან და ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ გვჯერაო სულის უკვდავებისაო და ამ დროს არ გვჯერაო მკვდრეთით აღდგომისაო, რა თქმა უნდა, ეს ადამიანებიც არიან შეცდომაში შეყვანილები, ამ ადამიანებსაც აქვთ, რა თქმა უნდა, ბიბლიის ფრაგმენტალური კითხვის პრობლემა, ან რაღაცა ყურ-მოყვრით სმენიათ, რომ ეს სულის უკვდავება არსებობს, სული უკვდავია და ამისი რატომღაც დაიჯერეს, მაგრამ არ სჯერათ მკვდართა აღდგომისა. რა თქმა უნდა, ესეც შეცდომა არის და რა თქმა უნდა, ამ ადამიანებისთვის სასარგებლო იქნება ის, რომ ბიბლია აიღონ, ბიბლია ისწავლონ და ღვთის წერილზე დაყრდნობით იქონიონ თავისი რწმენა, ესე იგი, თუ კი სული უკვდავია, ესეც ღვთის წერილიდან ვიცით ჩვენ და თუ კი მკვდართა აღდგომა იქნება, ესეც წერილიდან ვიცით. და მე პირადად ამისი მჯერა. და ამიტომაც თქვენც მოგიწოდეთ აი ამისკენ, რომ ესე იგი, თუ თქვენ გჯერათ იმისა, რომ სული უკვდავია, ამაზე ინფორმაციას ჩვენ გვაწვდის ღმერთი. და იგივე ღმერთი ჩვენ ასევე გვაწვდის ინფორმაციას მკვდართა აღდგომაზეც. და არ არის სწორი ის, რომ ღმერთს ერთ საკითხში ვუჯერებდეთ და მეორე საკითხში არ ვუჯერებდეთ. ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. ამიტომაც თქვენც გმართებთ ის, რომ ღმერთს ყველაფერში დაემორჩილოთ. არ იყოთ თქვენ მოჯანყეები, არ იყოთ თქვენ აჯანყებულები
და ისევე როგორც აგერ მუჰამედი თავის დროზე ღმერთს აუჯანყდა და ზოგრამეში დაუჯერა ღმერთს და ზოგრამეში არ დაუჯერა, ეს ძალიან ძვირად დაუჯდათ მის მიმდევრებს და აი აგერ დღეს მივიღეთ რელიგია ისლამი, რომელიც ესე იგი პირდაპირ უარყოფს იესო ქრისტეს ცოდვისგან გამომსყიდველ მსხვერპლს. ნახეთ ახლა რაშია საქმე. აი მაგალითად ბევრ ადამიანს არ მოსწონს იეჰოვას მოწმეები. იეჰოვას მოწმეების სწავლება არ მოსწონთ, ხო? ზოგს თვითონ ეს ადამიანებიც არ მოსწონს. რა თქმა უნდა, მე პირადად აგერ ბიბლიიდან ვიცი, რომ იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის სწავლება არის მცდარი ბევრ საკითხში, იგივე მე ვახსენე აგერ სულის უკვდავება და კიდევ სხვა საკითხებია, რაშიც იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია ცდება და ხალხს აცდენს, ასე ვთქვათ. ამ ორგანიზაციამ მრავალი ადამიანი შეიყვანა შეცდომაში. მაგრამ ნახეთ, იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია იესოს აღიარებს ღვთის ძედ. ასევე იესო ქრისტეს მიერ შეწირულ მსხვერპლს, მის სიკვდილს და აღდგომას ეს ორგანიზაცია აღიარებს. და ამ დროს ისლამის ორგანიზაცია, ეს თვითონ ისლამი, ყურანი და მისი ორგანიზაცია, მასზე დაყრდნობილი ორგანიზაცია არ აღიარებს იესოს არც ღვთის ძედ, არ აღიარებს არც მის მსხვერპლს, არ აღიარებს იესო ქრისტეს სიკვდილს და მის აღდგომას. ნახეთ ესე იგი, რაოდენ ჩამორჩება ისლამი იეჰოვას მოწმეობას. ამ გაგებით ესე იგი, იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია უფრო წინ არის წასული, უფრო მაღლა დგას, ვიდრე ისლამი და ისლამის მიმდევრები. საქმე იმაშია, რომ რა თქმა უნდა, იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია ცალკე განსახილველია და მე იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის ბევრ სწავლებას არ ვიზიარებ და ჩვენ არ უნდა დაუჯეროთ ამ ორგანიზაციას. მე ახლა ამ ორგანიზაციის პოპულარობისთვის კი არ მithქვამს ეს, რომ მაღლა დგას მეთქი ვიდრე ისლამი მეთქი. არა, მე ასე ვთქვათ, ვადარებ ერთი მეორეს და ვიძახი იმას, რაც სინამდვილეა, რომ ესე იგი იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია იესოს არ აღიარებს ღმერთად. კი ბატონო, ისევე როგორც ისლამი არ აღიარებს ღმერთად იესოს. ესე იგი, ეს ორი რამ მათ საერთო აქვთ. მაგრამ ნახეთ, ისლამი ღვთის ძედაც კი არ აღიარებს იესოს. ისლამი არ აღიარებს იესოს სიკვდილს და მკვდრეთით აღდგომას. და ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, ესე იგი, მე პირადად იგივე ღვთის წერილზე დაყრდნობით ვიცი, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი, მე მწამს ამისი, მჯერა ამისი, მაგრამ აი ამაში, აი ეს რო არ იყოს, ასე ვთქვათ, საწყისი და საკამათოდ დამწყები ჩემსა და მუსლიმებს შორის, რომ გინდა თუ არა ეხლა მე ის ვუმტკიცო, რომ იესო ღმერთიაო, აი ძალიან ელემენტარულ საკითხებშიც კი ისლამი არ მისდევს იესო ქრისტეს მიერ დადგენილ აი ძალიან მკაფიო სწავლებებს, რაც ყველასათვის არის ძალიან ადვილად დასანახი. აი იგივე ის, რომ იესო ნამდვილად მოკვდა და ნამდვილად აღდგა მკვდრეთით და რომ იესო პირდაპირ ამბობდა, რომ იგი არის ღვთის ძე. ნახეთ, ესე იგი, თუ კი ვიღაცისთვის რაღაცა საჭოჭმანოა და გაუგებარივით არის, ასე ვთქვათ, და მას არ აქვს შესწავლილი ეს საკითხი ღრმად იესო ქრისტეს ღმერთობასთან დაკავშირებით, სამაგიეროდ, ძალიან, ესე იგი, მკაფიოდ აგერ ბიბლიაში ჩაწერილი არის, რომ იესო მოკვდა და მესამე დღეს აღდგა მკვდრეთით. ეს არის ძალიან მკაფიოდ მოცემული ჩანაწერი. აგერ იესო რომ მოკვდა, ესე იგი, ეს ცხადი
გახდა იმ დროში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის, რომაელებისთვისაც, რომის გამგებლისთვისაც, პილატესთვის, იუდეველებისთვისაც, იუდეველი მღვდელმთავრებისთვისაც, ვინც იყვნენ სინოდის წევრები, რიგითი იმ ადამიანებისთვისაც, ვინც აი ამას უყურებდა. აბსოლუტურად ყველა ადამიანისთვის ეს იყო ცხადი, რომ იესო ნამდვილად მოკვდა. ხოლო იესო რომ აღდგა მკვდრეთით, ეს მრავალი ასევე ადამიანისთვის იყო ძალიან ცხადი. ესე იგი, მრავალმა ადამიანმა, მრავალმა უпростоრად, მრავალმა იესო ქრისტეს მორწმუნემ, იესო ქრისტეს მოწაფემ, მრავალმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი იესო. და მინიმუმ ესე იგი, თუ კი ვიღაცისთვის მიუღებელი იყო და არ სჯეროდათ იესოს მკვდრეთით აღდგომისა, სამაგიეროდ არავისთვის იყო და ასე ვთქვათ, დაფარული და არავისთვის იყო გაუგებარი ის, რომ იესო ნამდვილად მოკვდა, ხო? ესე იგი, იესოს სიკვდილი ყველასთვის იყო თვალსაჩინო. დაუკვირდით ახლა მე რას ვიძახი. ესე იგი, აი იმ პერიოდში ისრაელში მყოფი თითოეული მოქალაქისთვის, თითოეული იქ მყოფი უცხოელისთვის, აგერ რომის გამგებლისთვის, რომაელებისთვის, ყველასთვის ცხადი იყო ის, რომ იესო ნამდვილად მოკვდა. აგერ ერთ-ერთმა ჯარისკაცმა, რომ დარწმუნებული იყო იესოს სიკვდილში, პირდაპირ შუბით განუგმირა გვერდი. რას ნიშნავს ეს? ესე იგი, იესომ თავი კი არ მოიმკვდარუნა და რაღაც არა, იგი რეალურად მოკვდა და აგერ იმ ჯარისკაცმა შუბით რომ განუგმირა იესოს გვერდი, ცხადად დაინახა, რომ იგი ნამდვილად მკვდარი იყო და მისი სხეულიდან წამოვიდა ეს სისხლი და სითხე, ხო, რაც ჰქონდა მას. ესე იგი, იგი ნამდვილად დაიცალა სისხლისაგან და შეუძლებელია ახლა ვინმე თქვას, რომ იესომ თავი მოიმკვდარუნაო, იგიო რაღაცა როგორ ვთქვა, კლინიკურ სიკვდილში იყოო და მერე რო აღდგა მკვდრეთითო, ეს თითქოს მერე გამოცოცხლდა. ასე არ არის? ნახეთ, ძალიან დამარწმუნებელი დოკუმენტი არსებობს აი იმისა, რომ იესო ნამდვილად მოკვდა და აგერ რომაელმა ჯარისკაცმა შუბით განუგმირა გვერდი და სისხლისგან დაიცალა იესოს სხეული. ეს ნიშნავს იმას, რომ მისი რაღაცა კლინიკური აღდგომა და რაღაცა ეს ყოვლად წარმოუდგენელი იყო. და მისი აღდგომა ნამდვილად არის სასწაული, მისი მკვდრეთით აღდგომა. მაგრამ თუნდაც მკვდრეთით აღდგომისა ვინმეს არ დაეჯერებინა, სამაგიეროდ მისი სიკვდილი იყო ყველასთვის ცხადი. და წარმოვიდგინოთ ახლა ასეთი ცხადი რამ, იესოს სიკვდილი ყველასათვის ცხადი იყო და ამ დროს ყურანში არის ჩაწერილი, რომ იესო არ მოუკლავთო, არ მომკვდარაო იგიო, არამედ ალახმაო თავისთან ახამახლაო. აი ეს არის, აი ყოვლად რაღაცა ესეთი უგუნურება არის ეს, საერთოდ ეს ყველანაირ რაღაცა ლოგიკას ცდება ეს უკვე, ასე ვთქვათ, რაც ყველასთვის თვალსაჩინოა, რომ იესო ნამდვილად მოკვდა. ესე იგი, იესოს სიკვდილიც კი უარყოფილია ისლამის თანახმად და რაღა უნდა ველაპარაკო ისლამის, ასე ვთქვათ, აი რაღა უნდა ვთქვა ყურანზე, როდესაც აი ეს უმარტივესი რამ არის მის მიერ უარყოფილი და ეს წიგნი ყურანი იმ თავითვე არის გვერდზე გადასადები და ეს იმ თავითვე არასარწმუნო წიგნია. აი ამიტომაც არის, რომ ეხლა მე როგორ გამოვიდე და მუსლიმებს ვუმტკიცო ბიბლიაზე დაყრდნობით, რომ იესო ღმერთია, როცა ეს უმარტივესი რამ თუ კი მიუღებელია ისლამის მიმდევრებისთვის, მე აქ უკვე გავჩერდები და მე მათთან აღარ ვაპირებ კამათს, ასე ვთქვათ. შეიძლება სხვადასხვა ინფორმაციები მივაწოდო ამ ადამიანებს
მაგრამ ეს ადამიანები თვითონ ვალდებულები არიან, რომ თვითონ გადაშალონ ღვთის წერილი, ისწავლონ და თვითონვე გაიყვნენ აი ამ საკითხებში და მათ არ გამოადგებათ ეს ტრადიციულად მამაპაპისაგან მიღებული რელიგია, ესე იგი თვითონვე უნდა გაერკვნენ აი ამაში. ასევე ქართველებსაც არ გამოადგებათ აი ის რომ აი ჩვენი მამაპაპაო ქრისტიანები იყვნენ და ჩვენც ქრისტიანები ვართ. არა, შენ უნდა იცოდე ეს ქრისტიანობა რა არის. უნდა იცოდე ეს და ბიბლია უნდა ისწავლო, იმიტომ რომ თუ კი შენ ამას არ ისწავლე, შენ დიდი შანსია იმისა, რომ შენ მსხვერპლი გახდე საპატრიარქოს ორგანიზაციისა, იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციისა, ისლამის ორგანიზაციისა, გახდე მსხვერპლი ამ სარიტუალო მღვდლებისა, რომლებიც ქრისტეს არ დაუდგენია, ქრისტეს არ დაუწესებია ამ ტაძრების მშენებლობა პირიქით აგერ ქრისტეს მოციქულები ქადაგებდნენ აი იმას, რომ ღმერთი სამყაროს შემომქმედი უფალი ხელქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობსო. ეს უქადაგა ქრისტეს მოციქულმა პავლემ ათენში შეკრებილ მოსახლეობას, რაც ჩაწერილია ბიბლიაში, ახალი აღთქმის მოციქულთა საქმეების წიგნში მე-17 თავში, ასევე მე-7 თავში ჩაწერილია წმინდა სტეფანეს ქადაგება ებრაელებისადმი, სადაც იგივეს ამბობს, რომ ღმერთი არ მკვიდრობს ხელქმნილ ტაძრებში, ესე იგი ადამიანის მიერ აშენებულ ტაძრებში არ მკვიდრობს ღმერთიო. ამიტომაც მოგიწოდებთ, რომ თქვენ თვითონვე ისწავლოთ ღვთის წერილი და ღმერთისგან განისწავლოთ და აი ამით თქვენ თუ გიორწმუნებთ გადარჩებით. მადლობა მოსმენისათვის.